იცოდით, რომ პეპლები გემოს ფეხებით იგებენ? წარმოიდგინე, რომ ნაყინზე დგახარ და ფეხებით სინჯო ვანილის ნაყინი გირჩევნია თუ შოკოლადის. ისიც თუ იცოდი, რომ პეპელა მონარქს შეუძლია ძალიან შორს გაფრინდეს. მონარქი პეპელა თბილისში რომ ცხოვრობდეს, ის შეძლებდა ლონდონში ჩაფრენას. ამ ვიდეოში გაიგებთ, რატომ აქვს პეპლებს პირის ნაცვლად საწრუპი? რატომ მიფრინავენ მონარქი პეპლები ყოველ წელს 4000 კილომეტრს ამერიკიდან მექსიკამდე? ხედავენ თუ არა პეპლები ადამიანისთვის უხილავ ფერებს? როგორია პეპლების სასიცოცხლო ციკლი? და კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს. პირი თუ საწრუპი? ისე გიფიქრია როდისმე, როგორ გამოიყურება პეპელას პირი? პეპელას ჩვეულებრივი პირი არ აქვს. მას აქვს გრძელი საწრუპი, რომელსაც ხორთუმი ჰქვია. ინგლისურად მას proboscis ეწოდება. ეს ხორთუმი დახვეულია პეპლის თავზე, როგორც სპირალი, მაგრამ როგორც კი პეპელა ყვავილს მიადგება და გემრიელ სუნს იგრძნობს, ხორთუმი შლის, წრუყავს ნექტარს და შემდეგ ისევ ახვევს თავის საწრუპს. ეს მართლაც მოხერხებული მოწყობილობაა, რადგან საწრუპით პეპელა აღწევს ყვავილის სიღრმეში, ისეთ ადგილებში, სადაც სხვა მწერები ვერ აღწევენ. ამიტომ შემდეგ ჯერზე, როცა პეპელას დახატავ, თუ გინდა რომ ის ნამდვილ პეპელას გავდეს, არ დაგავიწყდეს მისთვის ხორთუმის მიხატვა. როგორია პეპლის სასიცოცხლო ციკლი? პეპელა ფრთებით არ იბადება. ყველაფერი იწყება პატარა კვერცხით, რომელსაც დედა პეპელა ფოთლის უკანა მხარეს დებს. მალე კვერცხიდან გამოდის მუხლუხო, ჭამის ჩემპიონი. მისი საქმეა ჭამა და კიდევ ჭამა, სანამ საკმარისად არ გაიზრდება. შემდეგ მუხლუხო ეხვევა ჭუპრში, შიგნით კი ხდება ჯადოსნური გარდაქმნა. დრო გადის და ჭუპრიდან გამოდის სრულიად ახალი არსება, ულამაზესი ფრთიანი პეპელა. კვერცხი, მუხლუხო, ჭუპრი, პეპელა. როგორია პეპელას სხეული? პეპელას სხეული 3 ნაწილისგან შედგება, ისევე როგორც ყველა მწერის. თავი, კერდი, მუცელი. პეპელა უხერხემლოა, ანუ მას ხერხემალი არ აქვს. მას თავზე 2 ანტენა და 2 რთული თვალი აქვს. პირის მაგივრად კი საწრუპი. პეპელას ასევე 2 წყვილი ფრთა აქვს. როგორც ყველა მწერს, პეპელასაც 6 ფეხი აქვს. პეპელას ანტენები. პეპელას თავზე 2 ანტენა აქვს, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ანტენებით პეპელა გრძნობს სუნს, პოვლობს ტკბილ ყვავილებს და სხვა პეპლებსაც. ანტენები ახმარება პეპელას გზის პოვნაშიც, რათა არ დაიკარგოს და იცოდეს საით გაფრინდეს.
ასე რომ ანტენები პეპელასთვის ერთდროულად ცხვირიც არის და კომპასიც. პეპელას ფრთები. პეპელას ფრთები დაფარულია ათასობით პატარა ქერცლით, რომლებიც ერთმანეთზეა მიკრული, როგორც კენჭები მოზაიკაში. სწორედ ეს ქერცლები ქმნიან ფერად და ულამაზეს ნახატებს პეპელას ფრთებზე. თითქოს ისინი მხატვარმა დახატაო. თუ პეპელას ფრთას შეეხები, ქერცლები შეიძლება ჩამოცვივდეს, როგორც მტვერი. პეპელას ფრთა კი გამჭვირვალე გახდეს. ამიტომ პეპელას არ უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ ამის მერე პეპელა ვეღარ შეძლებს ფრენას. პეპელა ხედავს ადამიანისთვის უხილავ ფერებს. პეპელას თავის ტანთან შედარებით ძალიან დიდი თვალები აქვს, რომლებიც საერთოდ არ გავს ადამიანის თვალებს. მის ორივე თვალში ათასობით პატარა თვალია. ასეთი თვალებით კი პეპელას შეუძლია ყველა მიმართულებით ერთდროულად იყუროს. წინ უკან, ზემოთ ქვემოთ და გვერდებზე. ეს ყველაფერი კი ერთდროულად. ასეთი თვალები ეხმარება პეპელას სწრაფად შენიშნოს საფრთხე და გაფრენით უშველოს თავს. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პეპელა ადამიანისთვის უხილავ ფერებს ხედავს. მათ შორის ულტრაიისფერსაც. ბევრ ყვავილს აქვს ულტრაიისფერი, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვხედავთ. პეპელასთვის ეს ფერები კი იმას ნიშნავს, რომ ყვავილში მისი საყვარელი საჭმელია, ნექტარი. პეპლების სახეობები. დედამიწაზე 17,500-ზე მეტი სახეობის პეპელა ბინადრობს. ყველაზე პატარა პეპელაა ლურჯი ჯუჯა. ის ისეთი პატარაა, შეიძლება შენს ფრჩხილზეც კი დაეტიოს. ყველაზე დიდ პეპელას კი დედოფალ ალექსანდრას პეპელა ჰქვია. ეს პეპელა კი შეიძლება სადილის თეფშის ზომაც კი გაიზარდოს. პეპლები ყველგან არიან. ტყეებში, ბაღებში, ქალაქებში, ყველგან ანტარქტიკისა და არქტიკის გარდა. თუ ეზოში ან პარკში წახვალთ, შესაძლებელია იქაც იპოვოთ პატარა ლამაზი პეპელა. მონარქი პეპლები. მოდით ახლა გავიცნოთ მონარქი პეპლები, მიგრაციის ექსპერტები. რა არის მიგრაცია? მიგრაცია ნიშნავს, როცა ცხოველები, ფრინველები ან მწერები ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილდებიან. მაგალითად, უფრო თბილია მინდის, საკვების ან უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილის საძებნელად. როგორც წესი, მიგრაცია მაშინ იწყება, როცა აცივდება, ანუ შემოდგომის ბოლოს. და ამ გზას თითქმის ყოველ წელს ერთნაირად გადიან. მაგალითად, მონარქ პეპლებს შეუძლიათ ათასობით კილომეტრი იფრინონ, რათა ზამთარი თბილ ადგილას გაატარონ. გაზაფხულზე კი ისევ ბრუნდებიან. რამდენად შორს მიფრინავენ მონარქი პეპლები მიგრაციის დროს? მონარქები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან მიფრინავენ მექსიკამდე. ისინი ზოგჯერ 4800 კილომეტრზე მეტ მანძილსაც კი გადიან. ეს თითქმის იგივეა, რაც თბილისიდან ლონდონში მანქანით წასვლა. როგორ პოულობენ გზას მონარქები?
ისინი გზას პოულობენ მზის მდებარეობის მიხედვით და დედამიწის მაგნიტური ველის დახმარებით. სად ატარებენ ზამთარს? მონარქები ზამთარს მექსიკის სოჭის ტყეებში ატარებენ. იქ მილიონობით პეპელა იკრიბება ერთ ადგილას. ეს საოცარი სანახაობაა. სამწუხაროდ მონარქ პეპლებს გადაშენების საფრთხე ემუქრება. ამიტომაც ამერიკაში ბევრი ადამიანი რგავს სპეციალურ მცენარეებს, რომელიც მათ სჭირდებათ არსებობისთვის. რამდენ ხანს ცოცხლობს პეპელა? ზოგი პეპელა ცოტა ხანს ცოცხლობს, ზოგი კი უფრო დიდ ხანს. ცხოვრების ხანგრძლივობა კი პეპელის სახეობაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი სახეობის პეპელა მხოლოდ 2-3 დღე ცოცხლობს, სხვები დაახლოებით 2 კვირას. მონარქმა პეპელებმა კი შეიძლება 8-9 თვემდეც კი იცოცხლონ. დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის, შეხვედრამდე ბუნების მოყვარულებო.